სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისა და ბიბლია ყოველდღე მოგესალმებით ყველას მეგობრებო, მშვიდობა თქვენ და თქვენ სახლს გაგახაროთ, გაგაძლიეროთ და დაგლოცოთ ქრისტე ღმერთმა. როგორ ვიზრუნოთ მიცვალებულთა სულებისთვის? სული სიკვდილის შემდეგ. მეგობრებო, უპირველეს ყოვლისა მტკიცედ უნდა გვწამდეს და ვიცოდეთ, ადამიანის სული არ კვდება. ის მხოლოდ ტოვებს სხეულს და ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადადის. რა კარგი სიტყვა გვაქვს ჩვენ ბუქვალური ზუსტი ქართველებს, ხო? გარდაიცვლება, ნახეთ, გარდაიქმნება, გარდადის, გარდაიცვლება, იცვლება, ხო? ერთი მდგომარეობაში არის და გადადის მეორე მდგომარეობაში. საღვთო გამოცხადებისა თუ თვითმხილველთა მრავალსაუკუნოვანი გამოცდილების შედეგად, მეგობრებო, ეკლესიას დაუგროვდა გარკვეული ცოდნა სულის იმ ქვეყნიური ცხოვრების შესახებ. ეს სწავლება გადმოცემულია მამათა ნაწერებში. მოკლედ, მისი არსი არის შემდეგი. გარდაცვალებისას ხდება სულის გამოყოფა სხეულიდან, ხო? პირველი 3 დღე იგი იმყოფება დედამიწაზე, დატრიალებს, ასე ვთქვათ, საკუთარ სხეულს დატრიალებს, ხო, ახლობელ ადამიანებს, ემშვიდობება მათ, განსაკუთრებით უხარია იმ ადგილების მონახულება, სადაც ოდესმე სიკეთე ჩაუდენია მას. მესამე დღეს, პირველი დღე, გარდაცვალების დღე ითვლება. მესამე დღეს ანგელოზები სულს ზეცაში აიყვანენ და წარადგენენ უფალთან. ამის შემდეგ 6 დღის განმავლობაში ათვალიერებენ სასუფევრის სანახებს. გარდაცვალებიდან მე-9 დღეს მას კვლავ წარადგენენ უფალთან, რის შემდეგაც ახლა ჯოჯოხეთში, ასე ვთქვათ, მოატარებენ. მე-40 დღეს შედგება ახალგარდაცვალებულის პირადი სამსჯავრო. ანგელოზები წარმოადგენენ მის კეთილსაქმეებს, რაც სიცოცხლეში ჩაუდენია, ასევე იმ სიკეთესაც, რომელიც მის სახელზე სხვამ აღასრულა, განსაკუთრებით გარდაცვალების შემდეგ 40 დღის განმავლობაში. ეხლა დაცემული სულები კი წარმოაჩენენ მის სოდილ ცხოვრებას. უფალი ჩვენი იესო ქრისტე გაასამართლებს სულს და დედამიწაზე თავის მეორედ მოსვლამდე მიუჩეს, ასე ვთქვათ, დროებით სამყოფელს. ხოლო ქრისტეს მეორედ მოსვლის შემდეგ შედგება საერთო სამსჯავრო, ჩვენ აღსდგებით ჩვენ ხორცში, ხო? და სადაც თითოეული ადამიანის სულს უფალი ხელახლა, ასე ვთქვათ, განიკითხავს, გაასამართლებს ყველას თანდასწრებით და უკვე სამუდამო ადგილ სამყოფელს მიუჩენს. ეხლა იმის მიხედვით თუ როგორ ასე ვთქვათ, ზრუნავდნენ პროფესორად მისთვის ახლობლები, როგორ ლოცულობდა ეკლესია, შეიძლება სული ჯოჯოხეთიდან 64-შიც იქნას აყვანილი. ხო. ესე იგი, განსაკუთრებით ძლიერია, მეგობრებო, დედის ლოცვა. დედის ლოცვა ვიმეორებ, განსაკუთრებით ძლიერია. ასე რომ ახლობელ ადამიანს ჩვენ მხოლოდ დროებით შორდებით, რათა შემდეგ სამუდამოდ, ასე ვთქვათ, შევხვდეთ, ხო? შევეყაროთ, ასე ვთქვათ. ცხადი ადამიანისთვის ნებისმიერი განშორება მძიმეა, ხო? ეხლა მით უმეტეს ასეთი გაურკვეველი, ვთქვათ, ვადით, მაგრამ სასოწარკვეთის თასა და, ვთქვათ, მწუხარებას მაინც არ უნდა მივეცეთ, ხო? ჩვენ, გვაუნდა გვახსოვდეს, ხო, არც ღმერთი მოგვიწოდებს ამას, ხო, და მიცვალებულსაც საშინელ ტკივილს მივაყენებთ.
ეხლა ადამიანისათვის ხო მეგობრებო თავის მახლობელთან წუხარება განსაკუთრებით მძიმეა ხო მისი გარდაცვალების ჟამს ხო მის დროს როდესაც გარეგნულად სიცოცხლე აღარ ეტყობა ხო სული კი სხეულს საბოლოოდ არ გახრია აგრეთვე პირველ დღეებში როდესაც სული ცხედართან ახლოს იმყოფება ანუ ნახეთ ჩვენ დარდს ორი გარემოება ამსუბუქებს ერთი რაც უკვე ვთქვით რომ სული არ კვდება და მასთან გაშორება არა მარადიული და მეორე რომ შეგვიძლია მონაწილეობა მივიღოთ მისი სამუდამო ადგილსამყოფელის გასაზღვრაში ჩვენ შეგვიძლია ვიზრუნოთ მისთვის და მეგობრებო უნდა ითქვას ასევე რომ ჩვენს როდესაც მოვა დრო როდესაც გარდავიცვლებით და ჩვენ აუცილებლად ყველანი გარდავიცვლებით აქ არავინ არ დარჩებით იქ უკვე არ გვექნება ჩვენ სინანულის დრო და რომ გქონდეს მაგის დრო ვერ შევძლებთ იმიტომ რომ ესე ვთქვათ გასაგები მარტივენით რომ ვთქვათ ანუ არ გვექნება ჩვენი ასე ვთქვათ ინსტრუმენტი ამ შემთხვევაში ინსტრუმენტი არის ჩვენი სხეული რომ სული იქნება მარტო და იქ ვერ შეძლებთ უკვე ვერ სინანულს ვერც კეთილის საქმის გკეთებას ვერც მოწყალების გაღებას და ასე შემდეგ ამიტომ სანამ დრო არის სანამ კიდევ სული ხორჩია და ჩვენ ცოცხლები ვართ აქ ხო ვაკეთოთ სიკეთე დავეხმაროთ ხალხს ვაკეთოთ უანგარო სიკეთე ვაკეთოთ ხო უანგარო დავეხმაროთ ხალხს ესე იგი ყველანაირად დავეხმაროთ ხალხს ეს იქნება ფინანსები თუ ტანსაცმლი თელსაცმლი საჭმლით სიბიწყალი დავალევინოთ სიტყვით დავეხმაროთ გესმით სიტყვით დავეხმაროთ აი ვანუგეშოთ ადამიანი და ადამიანის ესე იგი შეიძლება ასე ვთქვათ როდესაც სასუებას მიცა იმედს როდესაც მიცემ ხო ანუგეშებ ხო შეიძლება შეიცვალოს და ეს რა თქმა უნდა რა თქმა უნდა უდიდესი დახმარება იქნება კიდევაც ვიაროთ ტაძარში არ დავიზაროთ აი დიდ მარხვის ძიმე მარხვის პერიოდში ვიყოფებით ახლა და წავიდე დავესწროთ წირვალოცვაზე ვიაროთ მე არ დავიზაროთ და რაც შეიძლება ესე იგი მეტი მეტანია გავაკეთოთ ვილოცოთ და ესე იგი მიუტევოთ ერთმანეთს და გავიღოთ მოწყალება და რა თქმა უნდა მეგობრებო ყველაზე მთავარი ეს არის სიყვარული ეს არის თამდაბლობა ეს არის იმედი და ყველაზე მთავარი ვიყოთ და დავრჩეთ ქრისტეს მიმართ ერთგულნი მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთათან ამინ დიდი მადლობა და გაიხარეთ